მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასაუბრების მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის უნდა მომწეროთ პირად შეწყობინებაში მითებულ ნომერზე. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა გავაკეთოთ გაშლა. უკვე დახურებული წასული პარტნიორი. ახსენდებით თუ არა ამ ადამიანს, ვინც აღარ არის თქვენთან. და ნახოთ როგორ ახსენდებით, ხო? რა ახსენდება. ვარიანტი გავაკეთოთ. მე მგონი ორი და ავიღოთ ეს გნომი და მეორე ვარიანტი იყოს სტიქალბეტი სუპოსთან ერთად. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. და ვნახოთ ახსენდებით თუ არა წასულ პარტნიორს და როგორ ახსენდებით. იმედია ჩაიფიქრეთ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, პირველი ვარიანტი ვინც აირჩია. ნომი გადავდებ და ვნახოთ ახსენდებით თუ არა ადამიანს. წასულ პარტნიორს ახსენდებით თუ არა. იცით როგორი სიტუაცია, ნახეთ, რაღაც მომენტებში შეიძლება ახსენდებით კიდევაც, ახსენდება ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა გქონდათ, რას გრძნობდა ურთიერთობის დროს. მაგრამ რო გითხრათ, რომ აი ადამიანი 100%-იანი 24/7 თქვენზე ფიქრობს, ესე არ არის. ახსენდება პერიოდულად, შეიძლება ითქვას, რომ ახსენდება როგორ მომენტებში, იცით, აი როდესაც სიტუაციურად რაღაცა შედარებებს აკეთებს, ხო, თქვენ რაღაცას როგორ გააკეთებდით, ან როგორ იტყოდით, ან როგორ დაეხმარებოდით, ხო, რაღაცა ნებისმიერ სიტუაციაში. სხვათა შორის ძალიან კარგად ახსენდებით, იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანის თვალში ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან ცივი რესურსი ქონდა, რესურსი არ არის მხოლოდ მატერია, ხო? ეს არის რესურსი, როდესაც ადამიანი არის განათლებული, როდესაც ადამიანს აქვს ნაცხოვრები და იცის თითოეულ დეტალზე რა პასუხი უნდა გასცეს, ხო? ან როგორ უნდა იმოქმედოს. აი ესე ვიტყოდი, შეიძლება ითქვას, რომ როდესაც მას აქვს ისეთი მომენტები, რომ რაღაცა პრობლემა შეექმნება და თქვათ რაღაცა დასაფიქრებელია, ან უბრალოდ უნდა რომ მის ცხოვრებაში რაღაცა გააკეთოს, აი მაშინ ყველაზე მეტად ახსენდებით შეიძლება ითქვას. ხო, აი იცით როგორი მომენტია, პერიოდულობით გახსენება, ნამდვილად ვერ ვიტყვი. თქვენთან ემოციები მე ესე ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით მაინც აი სურო 3-4 წელის დაშორებულებიც იყოთ. აქ ემოციურად ადამიანს მაინც აქვს. აი, როდესაც ახსენდებით, თქვათ იგივე იმ სიტუაციისთვის, ხო, რაღაცა შედარებას აკეთებს სიტუაციურად, ხო, ანუ თუნდაც ვინმე ყავდეს პარტნიორი და ამ პარტნიორს გადარებდეთ თქვენ, არის ესეთი შემთხვევაც, ხო? ადამიანს მაშინვე ემოციური მომენტები აქვს თქვენს მიმართ. აი, მაშინ ახსენდება ძალიან ცეთი აი, მაშინ გრძნობს, რომ მარტოსულია. ხვდებით, აი ნახეთ, ადამიანს აქვს ესეთი მომენტი, ხო, რა თავისთვის ცხოვრობს, თავისთვის მუშაობს, თავისთვის აკეთებს, ანუ პარტნიორი წყალს შეიძლება ითქვას რაღაცა, მაგრამ აი სიტუაცია რომ მოიტანს, როგორც კი გაახსენდება, როგორც კი რაღაცა შედარების მომენტებს წამოიღებს და თქვენზე ფიქრი წამოუვა, მაშინვე გადადის ემოციებში, მაშინ რაღაც სენტიმენტალური ხდება, შეიძლება ითქვას და მარტო სულად გრძნობს თავს, შეიძლება ესე ითქვას.
იცით როგორი მომენტი, აი რაღაც მომენტებში მე ესე ხედავ, რომ შეიძლება ადამიანი ნანობდეს კიდევაც ხდებით, აი იმ მომენტში, როცა ახსენდება რაღაცები, მაშინ ნანობდეს ამ ყველაფერს. რაღაცა მომენტი არის ესეთი, რომ ნახეთ, წარსულშია ხო სიტუაცია, უკვე გაშვებულია, აქ ურთიერთობა ხო დასრულებულია, მაგრამ არ ვიცი რისთვის ჭირდება ხო ამ ადამიანს ახლა ესე ყველა სიტუაციაში გაიხსენოს თქვენ რას გააკეთებთ და როგორ გააკეთებდით, მაგრამ ნუ აქვს ეს მომენტი. და გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანს აი ამ სენტიმეტრებთან ერთად და თავის რაღაცა როგორც კი გზნობს იმარტავას, მაშინ ვეწყება თქვენზე ბრაზი. აი ნუ ბრაზი ალბათ იმიტომ რომ თუ სამკუთხედი სიტუაცია იყო და თქვენ არ მიიღეთ სიტუაცია ესე როგორც გინდოდა ან როგორც მას უნდოდა და გაუშვით, რა თქმა უნდა ბრაზობს იმიტომ რომ რატომაც არა თქვენ შეავსებდით იმ პერიოდებში როცა სჭირდებოდა შევსება. თუ არ ყავდა ანუ არ იყავით სამკუთხედ სიტუაციაში, მაშინ იცით როგორი მომენტი, აი გული წყდება რომ თქვათ არჩევანი ვერ გააკეთა სწორი, გული წყდება რომ ვერ დაინახა რეალურად რას წარმოადგენდით მისთვის. აი რაღაც ეს მომენტი აქვს ადამიანს. მე პირველი ვარიანტი, აი ხო გონებით ვერ გეტყვით და არ გეტყვით იმას, რომ აი 24 შვიდე ადამიანი თქვენზე ფიქრობს, მაგრამ ნამდვილად ფიქრობს, აქვს ეს მომენტები, საფიქრალი მომენტები და ადამიანი ძალიან ესე თქვენთან ფიქრის შემდეგ საკმაოდ ნეგატიურ განწყობაზე დგება შეიძლება ითქვას. ნახოთ მეორე ვარიანტი, თქვენ შემთხვევაში ჩაფიქრებული ადამიანი ფიქრობს თუ არა თქვენზე, ახსენდებით თუ არა და როგორ. კი, ახსენდებით. მე მგონი ამ ადამიანის მომენტი არის ესეთი, ყველა გზა რომში მიდის. ხო, აი ყველა გზა მოდის თქვენთან. ახსენდებით და ყველგან და ყოველთვის აქვს თქვენთან რაღაცნაირი კავშირი. ნუ არ ვიცი, ორივე სიტუაცია, კარმული სიტუაცია თუ რა ხდება აქ სიტუაციურად, არ ვიცი, ადამიანი ახსენდებით კი არა და მე ესე ვიტყოდი, რომ საკმაოდ შეიძლება ითქვას, რომ ფიქრობს კიდევაც თქვენთან მიმართებაში. აქ შესაძლებელია, რომ ადამიანი რაღაც მომენტში, ნახეთ, არ მინდა რომ ძალიან ისე დაიმედდეთ და თქვათ, რომ აი მიუხედავად 3 წლის წასული ადამიანისა და ან რაღაცა 5 წლის წასული ადამიანისა თუ ვახსენდები და თუ ისევ უნდა ჩემთან დაბრუნება, მაშინ დაველოდები, არავის არ დაელოდოთ, უბრალოდ როგორი მომენტი ეცით, ანუ ფიქრებშია ეს ადამიანი, ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი აუცილებლად მოვა. მაგრამ თითქოს როგორი მომენტი ეცით, რომ ადამიანს ახსენდებით კიდევაც და რაღაც მომენტში აქვს სურვილი უკან მობრუნების, უკან დაბრუნების მდგომარეობა. მაგრამ ნახეთ, აქ რამდენადაც აქვს სურვილი, იმდენად ზუსტად იცის, რომ შეიძლება არ გამოვიდეს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება თქვენ არ მიიღოთ ეს ადამიანი, ხო, რაღაცა წარსული დატოვეთ და დამთავრდა, ხო? ისეთ რა არის, ნახეთ, არ ვიცი, რაღაცა თითქოს ეს ადამიანი ელოდება სიტუაციას თუ უბრალოდ თავის თავში ალაგებს იმას, რომ რაღაცა დროის მერე შესაძლებელია, რომ შეხვდეთ, შესაძლებელია, რომ დამოკიდებულება შეიცვალოს, ან გახვიდეთ კონტაქტზე, ან შეძლოს მანაც გამოსვლა თქვენთან კონტაქტზე. აქ იცით როგორი მომენტია, რომ
ფიქრობს კიდევაც რაღაც მომენტში ენატრებით კიდევაც რაღაც მომენტში გეგმავს კიდევაც რაღაც, ანუ გეგმავს არა, ანუ ეფიქრება, რომ აი თქვათ დაბრუნების შემთხვევაში მიიღებს თუ არა, ანუ შეძლებს თუ არა ურთიერთობის აღდგენას. და ნახეთ, მოდით ესე გეტყვით, აქ ადამიანი ძალიან ხშირად გათვალიერებთ. აი, თქვენ სოციალურ მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია თქვენ უფრო ნაკლები იცით თქვენ ცხოვრებაზე, ვიდრე ამ ადამიანმა. ეს ადამიანი გათვალიერებთ კიდევაც, ფიქრობს კიდევაც, რაღაცა თავისებურად ფიქრობს იმასაც, რომ შესაძლებელია, რომ გადაიკვეთოთ, აქვს მონატრების მომენტებიც და სიტუაციის შემოტრიალების სურვილი აქვს, მაგრამ რამდენად იმოქმედებს აქ ცოტა დროში, იმიტომ რომ შესაძლებელია აქ ადამიანს ბევრი რაღაც პრობლემები ჰქონდეს და გადასალახი ჰქონდეს, ხო, პრობლემა არ არის აქ მაინდა-მაინც სამკუთხედის სიტუაციის მდგომარეობა, აქ უბრალოდ ვიტყოდი ისეთ მომენტს, რომ აი სულ რომ სამკუთხედი იყოს, მისთვის აი როგორი მომენტია, იცით, რომ იმ ურთიერთობაში არავინ არაფრად არ მიაჩნია და არ არის პრობლემა ამ ადამიანისთვის რაღაცის გაკეთება და რაღაცის ნაბიჯის გადადგმა. თუ კი მოინდომა, ხვდებით? ნახეთ, აქ გეუბნებით იმას, რომ არავითარს არ დაელოდოთ, არავის არ იმასად, უბრალოდ აქ ადამიანს ფიქრის დონეზე აქვს ეს მომენტი, რომ შეიძლება უბრალოდ რაღაც ხვარი მომენტი, როდესაც უბრალოდ გვინდა, რომ შევხვდეთ წარსულს, ხო, აი რაღაცა შემთხვევითი შეხვედრა მაინც გქონდეს, საინტერესო რა რეაქცია იქნება ჩემს დანახვაზე. აი ეს მომენტებიც არის აქ. კი, მეორე ვარიანტი, აი აქ თითქმის 24/7-ზე თუ არა 23/7-ზე მაინც არის, იმიტომ რომ აქ ადამიანი ფაქტიურად ესე ვიტყოდი, რომ თქვენი რა ვიცი, ახლა სურათები თუ აქვს თქვენი და იმას ათვალიერებს თუ სოციალურ ქსელებში გათვალიერებთ, ყოველ შემთხვევაში ადამიანი ათვალიერებს რაღაცებს, ათვალიერებს თქვენთან გატარებულ დროს, იხსენებს, ესე ვთქვათ. და იცით რა მომენტი არის, აი რატომღაც მოდის ეს მომენტი, როდესაც განსაკუთრებით არაფხიზელ მდგომარეობაში არის, მაშინ ამ ადამიანისთვის ძალიან ბევრი რაღაცა მტკივნეულად ისახება. აი, მტკივნეული არის ის, რომ თქვათ არ ახართ ერთად. შეიძლება თვითონაც წავიდა, შეიძლება რაღაცა არ ვიცი რა იძულებით წავიდა, მაგრამ აქ აქვს თავის თავთან ბრაზის მომენტი, აქვს თავის თავთან რაღაცა კონფლიქტური მომენტი და ყველასთან რაღაც და ვერ იქნება ესე, ხო, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ საკმაოდ დიდი შანსია, რომ ეს ადამიანი კონტაქტზეც გამოვიდეს. მართ მიმოწერის კუთხით მაინც, ან შემთხვევით გადაგეყარათ მაინც, აი რაღაცა ამდაგვარი მომენტია. მეორე ვარიანტი, ფიქრობს თქვენს მე ჩაფიქრებული ადამიანი და სავსები შესაძლებელია, რომ შეხვედრაც კი მოხდეს თქვენი ერთობლივად. მოკლედ, აი ეს გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მე რა თქმა უნდა ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, სიყვარულს, სიმშვიდეს და ყოველივე საუკეთესოს. დროებით.